ნინო აბსანძე საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი. მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო და საჭირო საკითხზე ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უძრავი ქონების ბაზარი მოთხოვნის კლებას აჩვენებს და ახლა უკვე ღირებულების ნაწილშიც შევხედეთ როგორი ტენდენციებია. თქვენ როგორ აფასებთ აი ამჟამინდელ სიტუაციას მოკლედ და გასაგებად რომ? პირველ რიგში ინდექსს შევეხები, გამოვიდა ესე ვთქვათ, ტაქტატმა დადო მონაცემი 3.2%-ით არის შემცირებული სამშენებლო ინდექსი, თუმცა 2024 წლის იანვარში 4.4-ით იყო შემცირებული და ეს ძალიან ბუნებრივი მონაცემი არის იანვრისთვის, ვინაიდან ყველაზე დაბალი განაცემები გაიცემა იანვარში, ფაქტიურად ნახევარი თვე სამშენებლო სექტორი ხშირ შემთხვევაში ისვენებს, ამიტომ ეს არ არის რაღაცა ისეთი მოვლენა, რომელზეც აღსანიშნავია ჩემი აზრით და ისევ, როდესაც ძალიან ხშირად აპელირებენ თემაზე, რომ გაიაფთება თუ არა უძრავი ქონების ღირებულება, გასაყიდი ფასი, ხშირად არის ხომ რომ სამშენებლო ინდექსზე მიდის რეფერენსი და ეს ამ თვის მონაცემი, ასე ვთქვათ, იანვრის მონაცემი გამონაკლისი და ესეთი ტენდენციურ კლებას არაჩვენებს, ვინაიდან გასულ წელს უფრო მაღალი იყო იანვარში. ეს არის ნორმალური მონაცემი. ხელფასების კლება არ იყო შარშემდელი, ვთქვათ, ხელფასების კლებას მე ვერ დავიჯერებ, რომ ხელფასების კლება არსებობს დღეს ბაზარზე, ვინაიდან მუშახელის, ესე ვთქვათ, საკმაოდ დიდი დეფიციტი არის. მე დაახლოებით 300 მილიონის ღირებულების უძრავი ქონების პროექტების მართვაში ვარ ჩართული, 6-7 პროექტია ყველა პროექტში და სამუშაო ძალის მოვიდა მაშინ ეს მონაცემი თქვენი აზრით 21%-იანი კლება ხელფასების საკტატის თვესთან საკმაოდ დიდი და ესეთი მე მგონია რომ უფრო ჯამურად განაცემებთან არის გაცემული ხელფასების ოდენობასთან არის მისული, იმიტომ რომ სამშენებლო ბაზარზე მუშახელის დეფიციტია. შესაძლოა არ ვიცი რაღაცა მომენტში საზღვარგარეთიდან შემოყვანილი მუშახელის კომპონენტი ფიგურირებდეს, ხშირად არიან დეველოპერები, რომლებიც საერთაშორისო სამშენებლო რესურსებს იყენებენ, ესე ვთქვათ, მუშები შემოყავთ მსხვილი პროექტებისთვის, თუმცა ჩემი პრაქტიკული დაკვირვებით ყოველდღიური, რაზეც პულსზე მიდევს ხელი, მუშახელის პოვნა რთულია. და განაცემების კლება რას შეიძლებოდა? იანვარში ძალიან ნახევარი თვე ისვენებს სამშენებლო სექტორი. იგივე ხდებოდა 2024 წლის იანვარში. თუ შევხედავთ იმ მონაცემებს, ფაქტიურად ახლოს არის ეს მოცემულობა ერთმანეთთან. სპეციალურად ჩავხედეთ გადაცემაში მოსვლის წინ. მოცემულობას. ხელფასები მაშინაც ფიქსირდება. კი ბატონო, იანვრის თვე არის სტაბილურად კლებისკენ ორიენტირებული იანვარში სამშენებლო სექტორში. მოლოდინი როგორი გაქვთ ამ ფონზე? ხა მარტო ღირებულებას რომ არ შევხედოთ, ზოგადად წლის დასაწყისის ტენდენციები ერთად რომ მოვუყაროთ თავი. ნუ ფაქტია რომ მოთხოვნა შემცირებულია, ამას რიცხვებიც ადასტურებს, ეროვნული ბანკის ქმედებაც ადასტურებს, რომ წაახალისოს იპოთეკური სესხები, რაც ასევე მოთხოვნის კლებით იყო განპირობებული და ციდან არ მოსულა. დიახ. მეორე მხრივ მშენებლობის ღირებულების ინდექსი ასე თუ ისე ზრდის ტენდენციას წლიურ ჭრილში ინარჩუნებს და ფასებიც შესაბამისად შენარჩუნებულია და დეველოპერები გვეუბნებიან რომ კლებას არ უნდა ველოდოთ და პირიქით ზრდას, მაგრამ აი აქ მოთხოვნა ასევე ძალიან შემცირებული იყო იანვარში, ნებართვებიც პრინციპში იმდენად ბევრი გაიცა წინა პერიოდში, რომ ახლა ალბათ მოთხოვნის კლების ფონზე აღარც არის დიდად საჭიროება. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ წლის დასაწყისის ტენდენციებს, რისი დასკვნის საშუალებას გვაძლევს შემდგომი პერიოდისთვის? თვითღირებულების ნაწილში ერთ დავამატებ, რომ ზუსტად თებერვალში დაბეგვრის რეჟიმი შეეცვალა სამშენებლო სექტორს და მცირე მეწარმისა სტატუსით თუ შეეძლო მუშახელის გაფორმება, დღეს უკვე ეს გამონაკლისი აღარ ფიგურირებს და 20%-იანი დაბეგვრით შემოდის, ესე ვთქვათ, სამშენებლო ძალის ხელფასების ანაზღაურება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემდეგ თვეებში ზრდის უფრო მეტ ტენდენციას მოგცემს სამშენებლო ინდექსში. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ესე ვთქვათ, საკმაოდ საინტერესო რეპორტებს ვეცნობით, იგივე გალტენტაგარტი, TPC კაპიტალი და ზოგადად 24 წელი თუ შევაჯამეთ, 24 წელი ძალიან მცირედი, მაგრამ ზრდით დაიხურა 2%-იანი ზრდა ჰქონდა ბაზარს რაოდენობრივი თვალსაზრისით. პირველად ბაზარს ჰქონდა დაახლოებით 11%-იანი ზრდა ფასების კუთხით, მაგრამ რაც საკვირველია, ფასების ზრდის
ზრდის ტენდენციამ მოიკლო მნიშვნელოვნად. ანუ საშუალოდ 1.5%-ით თუ იზრდებოდა ფასები ბაზარზე, 0.5%-ზე იყო ჩამოვიდა ეს ზრდის ტემპი. მეორად ბაზარზე არის კლება, მეორადი ბაზრის გაყიდვებში, თუმცა მეორადი ბაზარიც ორი ტიპის პროდუქტისგან შედგება: ძველი უძრავი ქონება და მეორად ბაზარზე გამოსული ახალაშენებულები. ძალიან ძველ პროექტებში მნიშვნელოვანი კლებაა დაახლოებით 12%, როცა მეორადი ახალაშენებულებში 8%-იანი ზრდა არის. ცალკე უკვე დაიდო იანვრისთვის შეფასება, თუნდაც ამ კუთხით, გაყიდვების კუთხით და ნამდვილად 6 ზოგ რეპორტში 6 წერია, ზოგან 7.5, საშუალოდ 6-7%-ით შემცირდა ბაზარი გასული წლის იანვართან შედარებით, თუმცა ისევ 1%-იანი საფასო ზრდით დაამთავრდა იანვარი და მნიშვნელოვანი კლება განიცადა საიჯარო ღირებულებებმა 12%-ით შემცირდა იჯარის ფასი. დაიკლებს თუ არა უძრავი ქონების ღირებულება, ეს კითხვა, თქვენ კი არა, მე თვითონ ახლა საოფისე ფარც ყიდულობ და ხანდახან ტელევიზორს რო ჩავთავ, ჩემზეც კი მოქმედებს გარკვეული ნარატივი, რომელსაც ესე ვთქვათ მასმედიიდან ვიგებთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია რამდენად სწორი ფორმულირებით მიდის, ესე ვთქვათ, იმ ადამიანებამდე, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება უნდათ, ხომ? ესე შევხედოთ ორი კუთხით შევხედოთ. ერთი არის რასაკვირველი თვითღირებულება, რომელიც იზრდება. მეორე არის ის, რომ საბანკო სექტორის და უძრავი ქონების სექტორი გადაჯაჭვულია და დღეს ნამდვილად არის ფაქტი არის ის, რომ საბანკო სექტორმა დაამუხრუჭა მნიშვნელოვნად ახალი პროექტების დაფინანსება, რაც თავის მხრივ მიწოდებასაც ამცირებს, უკვე ახალ პროექტებს უჭირთ. ახალი პროექტის დაწყება უკვე რთული არის თუ აი მე ამას ვკითხულობ. ჩემთვის ყველაზე დიდი ინდიკატორი სინამდვილეში მოთხოვნის კლებაზე როცა ვსაუბრობ, ზუსტად საბანკო სექტორია, იმიტომ რომ საბანკო სექტორმა ყოველთვის ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად თვლის, სად უნდა დააბანდოს ფული იმისთვის, რომ ვთქვათ, შესაბამისი ამონაგები მიიღოს. თუ საბანკო სექტორი აღარ გასცემს სესხებს კონკრეტულ მიმართულებაზე, სეგმენტზე და ამ შემთხვევაში სამშენებლოზე, ეს არის ყველაზე დიდი ინდიკატორი იმის, რომ აქ რაღაცა ცუდი მოლოდინი არსებობს. თქვენ არ მეთანხმდით? ესე დაგიბრუნებთ პასუხს. ფუნდამენტური საკითხი არის ეკონომიკაში მიწოდება და მოთხოვნა არეგულირებს ფასს. როცა მცირდება მოთხოვნა და 6%-იანი მოთხოვნა 7%-იანი ნახეთ უკვე რეპორტებითაც, ხო? ყველა ცდილობს რომ შეამციროს მიწოდება. არსებული ეს რა პროექტებიც არის ბაზარზე გამოსული, მოთხოვნას ჯერჯერობით აკმაყოფილებს და შესაბამისად, როდესაც ბუნებრივია, მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოში არის ესე ვთქვათ, სტაბილურობის ეკონომიკური, პოლიტიკური სტაბილურობის თემა დღის წესრიგში და რასაკვირველი არის, ამან იმოქმედა გაყიდვების მოცულობის ზრდაზე, ამიტომ ჭარბი მიწოდებისგან თავის არიდების გამო და რისკების გადაწყვეტის გამო და საბანკო ინსტიტუტი არის ყველაზე ისეთი ინსტიტუტი, რომელიც რისკებს მნიშვნელოვნად ზომავს, თავს იკავებენ ახალი პროექტების დაფინანსებისგან. ვინაიდან დღეს არსებული პროექტები, ვთქვათ, დეველოპერის ბრენდთან ერთად პარალელურად ბანკის რეკლამაც მიდის, ხო? შეკრული 100%-ით დაფინანსებული პროექტები, რასაც ვიძახით. წერი გეუბნება, რომ ჩვენს პარტნიორ სამშენებლო ამიტომ ბანკი დეველოპერთან ერთად არის ამ პროცესში. შესაბამისად, როდესაც მოთხოვნა შემცირდა, ბანკს აღარ უნდა დამატებითი მიწოდების ესე ვთქვათ რისკებში შევიდეს. თუმცა დღეს ფინანსდება ახალი პროექტები, მე პირადად ორ ახალ პროექტზე მუშაობ, რომელიც ორივე საკმაოდ მსხვილი არის, თუმცა ორივე ძალიან ძლიერი დეველოპერი, ეს კომპანია უდგას უკან, რომელსაც საკუთარი კაპიტალიც მნიშვნელოვანი აქვს. ის ძალიან ბევრი დეველოპერული პროექტი იწყებოდა, რომელიც თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ბანკზე იყო დამოკიდებული, ესე ვთქვათ და დღეს ესე ვთქვათ ანუ ეგეთ პროექტებს აღარ აფინანსებენ. ხო, კი ბატონო, უფრო ნაკლები, ვთქვათ, ფუნდამენტი აქვთ. ეხლა ვერ დავასახელებ იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ, მაგრამ ორივეს ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარი კაპიტალიც აქვს, იმიტომ რომ თუმცა მეორე მხრივ ამ ხას დაასრულეთ რა. ხო, და მეორე მხრივ, თუმცა ესე ვთქვათ, ბაზარი აქ
აქამდე გქონდა ის, ფაქტობრივად ყველაფერი იყიდებოდა, ხო? ანუ ესეთი მოცემულობა გქონდა, იცოდი რომ იწყებდი, ყველაფერი იყიდებოდა. ხა ჩვენი კომპანიის მომსახურება მოიცავს დეველოპერული პროექტის სულ ციკლს მართავთ, ანუ ვეხმარებით დეველოპერებს პროექტების დაგეგმვის ეტაპიდან ფაქტობრივად გასაღების ჩაბარებამდე. ამიტომ ჩვენთან იდეალურია, როცა ვერთვებით პროექტირების ეტაპზე. თუმცა ჩვენთან მოდიან დეველოპერები, აქამდეც მოდიოდნენ და ეხლაც, რომლებსაც ესე ვთქვი, ისე აქვს პროექტი უკვე შეთანხმებული, ან ისეთი ბიზნეს გეგმა აქვს კონკრეტულ მე პატრონეს ესე ვთქვათ პროექტის, რომელიც ფასის მე აპრიორში არ მჯერა. ხო, მას ჯერა. მჯერა რას ნიშნავს ძალიან მაღალია? მაღალი ღირებულებით არის, ანუ თა ბიზნეს გეგმა, რომელსაც შეიძლება ჩვენი კომპანია არ ეთანხმებოდეს. ესეთ გარიგებებში და ასეთი დეველოპერზე პასუხისმგებლობა. ამას ანუ დეველოპერებს აქვთ მცდარი წარმოდგენა, რომ ბაზარი მაინც აიღებს და ადამიანი მაინც იყიდის ამ ფასად, თუ უბრალოდ ძალიან ბევრი გამოცდილება გლიათ. ბევრს არა აქვს გამოცდილება თქვათ ამ სექტორში და მაინც იწყებს ახალი პროექტის განვითარებას ან თავის პირადი შეხედულებებით აყალიბებს ესე ვთქვათ შენს კონსულტაციას თავის პირად აზრს უფრო აპრიორიტეტებს და ასეთ დეველოპერებს ნამდვილად ბაზარი უკარნახებს გარკვეულ ქმედებებს და ვეხაც მახსენდება რომ საუბრობ უკარნახებს რამდენად არის ყო აი ამაზე მინდოდა რომ გამეგრძელებინა წერანაც დავიწყე ხა აი მაგალითად გალტის ბოლო ანგარიშში ნათქვამი იყო რომ 2025 წლის ბოლომდე რა პროექტებიც სრულდება 77% უკვე გაყიდულია იქბინების მაგრამ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი არის შიდა განმარტების სქემებით დაფინანსებული რაც თავისთავად თუ საუბრობთ მაგალითად ისეთ დეველოპერებზე როგორებსაც ახლა თქვენ საუბრობდით ნაკლებ გამოცდილებზე ნაკლებ კაპიტალის მქონეებზე ძალიან დიდი რისკის შემცველია თუ პროექტი გაიჭედა და ჩვენ გვაქვს ეგეთი მაგალითი წარსულში, როდესაც არასწორი დეველოპინგის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა. აი მან რისკებს თუ ხედავთ. მე ახლა რაზეც აი კონკრეტული რაც მახსენდება, რაზეც გესაუბრებით, ეს არის ხშირად გადამეტებული ფასი აქვს, მაგრამ ჭარბი მოგების კუთხით და ასე აქედან გამომდინარე იმ მოგებას ვეღარ მიიღებს ის დეველოპერი, რაც მოგებას მაინც მიიღებს. ზუსტად აი ბაზრის საბაზრო ფასების კორექტირებას უწყობს ხელს უკვე ეს მოცემულობა. თუმცა შიდა განმარტება ეს ძალიან ნორმალური პროცესია და ზუსტად ბანკები ზუსტად ამ უზრუნველყოფას აკეთებენ, რომ სამშენებლო კომპანიები საბანკო სესხით უზრუნველყოფილები არიან და მათ შეუძლიათ მშენებლობის ბოლომდე მიყვანა და ამიტომ ძალიან ხშირად დღეს ხვდებით გაიაფების ნაცვლად, ესე ვთქვათ, განმარტების ძალიან ბევრ ხელსაყრელ პირობას. ხშირად არის რომ 30% შეგიძლია დაფარო მშენებლობის ბოლომდე და 70% უკვე გადახვიდა საბანკო სესხზე და ბოლოს გადაიხადო. მოქნილები ხდებიან გადახდის პირობებიდან გამომდინარე და რასაკვირველია ალტერნატივა არის ცოტა ხნის წინა კვირას ვაშუქებდით ზუსტად ფასების ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხი ქონდა და ანუ იმაზე რომ ძალიან ბევრი кэშბექები და აქციებია ზოგადად რიტეილში მიზნით რომ გაყიდვების კლება ამოწიონ და ესეც რაღაც ერთგვარი მაგისი ვარიანტია უმარტივებ მყიდველს გადაწყვეტილება მიიღო უძრავქონებაში ინვესტირების თუმცა დღეს მაინც საქართველოს რეალობაში უძრავქონებაში ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური საშუალება არის ვინაიდან როდესაც უბრალოდ დასაქმებული ადამიანი ხარ და ექსტრა შემოსავალი გაქვს, სულ ფიქრობ სად წაიღო, სად შეინახო. ჩვენი ბაზარი არ არის განვითარებული იმგვარად, როგორც ვთქვათ, ევროპაში, თუნდაც ამერიკაში ფასიან ქაღალდებში მიქონდეს რიგით მომხმარებელს, ხო? ამიტომ თუნდაც იგივე ემიგრანტები და ყველა ის ადამიანი, ვინც მუშაობს და დამატებით შემოსავალს გამოიმუშავებს, მიმართავენ ისევ და ისევ უძრავქონებაში უნდა ყველას ინვესტირება. დღეს რაცაც შედარებით კლება არის ესეთი თვალსაჩინო არის საინვესტიციო გადაწყვეტილებები, როდესაც აი თქვათ შემდგომი აქტიური იჯარის გაცემის მიზნით, იმიტომ რომ იჯარაც ხო თორე ჩემს პროექტებში მაგალითად საკმაოდ საინტერესო პროექტებია ჩვენს პორტფელში, სადაც სადღაც 90% ქართველი მყიდველი იყო, რომელიც საცხოვრებელი დანიშნულებით ყიდულობდა და დღესაც იგივე ტენდენცია აქტიურად გრძელდება. აი ეს საცხოვრებელი დანიშნულებით ყიდვა რამხელა არის ეს მოთხოვნა ბაზრის მე სულ ამას ვკითხულობ. ნუ ომის შემდგომ პერიოდში ძალიან ისეთი
დიდი დისტორშენი გქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ემიგრანტებმა იყიდეს ბევრი და ვეღარ ისაზღვრებოდა დიდად ანუ რა განაპირობებდა მოთხოვნას, ანუ რა წილი იყო თქვათ ადგილობრივზე. ეხლა უკვე როცა ეს ეფექტი ამოიწურა, რამდენად დიდია ეს მოთხოვნა, რამდენ ხანს შეიძლება ბაზარმა შეინარჩუნოს 3 მილიონიანი ქვეყანა, ხო? აი რა. ისე იქამდე მიდის ჩემი პასუხი, რომ ამ ალტერნატიული საინვესტიციო საშუალება რიგით მოქალაქეს ნაკლები აქვს. ხო, მაგრამ თქვენ ამბობთ თან რომ საიჯარო ბინებზე მოთხოვნა ხო, მაგრამ მაინც მე ვთქვათ მუთაქაში ფული შენახვის ალტერნატივა, თუნდაც ბანკში დეპოზიტზე დადების ალტერნატივა. მინდა რომ ფიზიკურად ბევრი ფულია მუთაქებში იმისთვის. არა მხოლოდ მუთაქებში, მაგრამ ადამიანებს ვთქვათ ემიგრანტებს, ის ვინც ექსტრა შემოსავალს გამოიმუშავებს და ასე შემდეგ, უნდათ რომ შეიძინონ უძრავი ქონება და ჩვენ მაგალითად ახლა დეკემბერში დავიწყეთ ახალი პროექტი და საკმაოდ მაღალი გაყიდვებით დავიწყეთ დეკემბერში. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს უფრო მნიშვნელოვანი ხდება კონკურენციულ სიტუაციაში რამდენად სწორი პროდუქტი გაქვს შექმნილი და რამდენად ერგები ადამიანების მოთხოვნებს. ან თქვენ ფიქრობთ რომ აი ახლა ისეთი სიტუაცია შექმნილი რომ აი ბოლო წლებში განსაკუთრებით აი ამ მიგრანტების შემოსევის ფონზე რომ უბრალოდ ყველა მშენებლობა დაიწყო, ახლა ეს გამოიცხრილება და განსხვავდება ბაზარი მნიშვნელობიან აუცილებლად განსხვავდება და თქვათ ეს წვრილ-წვრილი ახალგაჩენი დეველოპერები ძალიან გაუჭირდებათ ბაზარზე შესვლა ერთ კორპუსიან უხეშად რო ვთქვათ დეველოპერებს და ეს ბაზარი უკვე ტენდენცია აჩვენებს რომ გამსხვილებისკენ მნიშვნელოვნად მიდის უკვე. იმიტომ რომ რეგულაციებიც ეს ვთქვათ ეფექტურობა კორპუსების ვთქვათ რამდენს ვაშენებდი და რამდენი მქონდა გასაყიდი ეს 51 დადგენილება იქნება თუ სხვა ართულებს უკვე მშენებლობის ნებართვა, ავიც ბევრი ახალი სტანდარტი არის შემოსული, რომელიც ესე ვთქვათ ესეთი მარტივი დასაცავი არ არის, ნებართვის მოპოვებაც უფრო გართულებულია, შესაბამისად ბაზარზე უფრო ძლიერი კომპანიები შეძლებენ ახალი პროექტებით გამოსვლას. გასაგებია და მოთხოვნას და ფასებს რომ დაუბრუნდეთ, მაინც როდესაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება რომ წაახალისოს იპოთეკური სესხები რაც განპირობებული იყო მოთხოვნის კლებით, რაც აშფოთებთ ბანკებს და ეს ჩანს მათ საკრედიტებაში. სხვა შეფასებები ჰქონდათ დეველოპერ, ნუ დიდმა ნაწილმა თქვა, რომ დიდ ეფექტს ამის შედეგად არ ელიან. თუ ეს არ წაახალისებს მოთხოვნას და არ დაასტიმულირებს, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ მოთხოვნა ბუნებრივად შენარჩუნდება წელს თუ ისევ დაიკლებს? მოთხოვნა, ანუ მიწოდება შემცირებულია და შესაბამისად, ანუ შემცირებული მოთხოვნა, ასე ვთქვათ. ანუ შეხვდა ეს უკვე გადაიჭრა. მე არ მგონია, რომ დიდი ეფექტი, ესე ვთქვათ, მცირედი ეფექტი ამასაც ექნება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იქნება თუ საპროცენტო იპოთეკური სესხის პროცენტების გარკვეულწილად გაიაფებაზე, იპოთეკური სესხი თუ მცირედით გაიაფდება, ეს უფრო დიდ ეფექტს შემოიტანს, ვიდრე ესე ვთქვათ 15%-იანი თანამონაწილეობის 10%-მდე დაწევა, ესე მგონია. შესაბამისად ფასებთან დაკავშირებით, როგორი ბოლოდინი გაგვცემა მაყურებლის ხონით? მგონია, რომ ამ ეტაპზე უახლოესი 6 თვის განმავლობაში მინიმუმ ეკლებას არ ველოდები. შემდგომ პერიოდში? შემდგომ პერიოდში ვისაუბროთ კონკრეტულად. 6 თვეზე იქით პროგნოზებს ვერ ვაკეთებთ ისეთი ქვეყანა. არა მარტო საქართველოში, არამედ მე პირადად ყიდულობ საოფისე ფარც მაგალითად ეხა ჩემი კომპანიისთვის და 6 თვის იქით არ ეწევი. აქედან გამომდინარე, სხვანაირად რო ვფიქრობდი, ეხლა არ შევიძენთ იმაში. ანუ მაინც სტაბილურობას ელოდი. კი. წარმატებულ შენაძენს მადლობა რომ იყავით სტუმრად, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ნინო აბსანძე, საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი, საუბრობდით მოლოდინებზე, რომელიც არსებობს უძრავი ქონების ბაზარზე შემცირებული მოთხოვნის პირობებში და უნდა გავაგრძელოთ